დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. მოგესალმებით, განმაგრძოთ რადიო იმედის დღის არხის ფორმატში მუშაობას 16 საათი 17 წუთი გახლავთ სტუდიაში ჩვენ ანალიტიკოს ბატონ გია აბაშიძეს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის, ბატონ გიასთან ერთად ჩვენ მიმდინარე პოლიტიკურ, საგარეო და საშინაო პროცესებს გამოვეხმაურებით და ალბათ ჩვენი დიალოგი უნდა დავიწყოთ იმ გლობალური პროცესებით, რომელიც ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ელვის უსწრაფესად მიმდინარეობს და ამსრევს გარკვეულწილად ჩარჩოებს, რომელშიც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში რაღაცა სტანდარტად იყო ეს ჩარჩოები ქცეული და საერთოდ სხვა პოლიტიკური თამაშის მოცემულობას იძლევა. ჩვენ ვხედავთ იმ პროცესს, როდესაც ტრამპი ცდილობს თავისი პირველადი და უპირველესი წინასაარჩევნო პირობის აღსრულებას, რასაც ქვია უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გაჩერება, შეჩერება თუ მოლაპარაკების პროცესზე გადასვლა და დავინახეთ ასე მოულოდნელად ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ ტეტ-ა-ტეტ დიალოგი ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი წარმომადგენლებისა და კრემლის წარმომადგენელთა მხრიდან. მათი შეხვედრები ნეიტრალურ ტერიტორიებზე და ამერიკის წარმომადგენლის ჩასვლაც კი მოსკოვში. და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ევროკავშირის ჩართულობა, ევროპის ჩართულობა ამ პროცესებში თითქმის ნულოვანია. და ერთგვარი გამოძახილი იყო ალბათ ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში და პრინციპში ეგ იყო. ბრიტანეთის მიყვარდა საუბარი ის, რომ ცალკეულ ხელმძღვანელებს, ცალკეული ქვეყნებისა ევროკავშირის მოქმედი თუ არამოქმედი ბრიტანეთის სახით ლიდერებს შეხვდა, თუმცა ევროინსტიტუციების წარმომადგენლებთან დიალოგი არ ჩანს. ამასობაში ჯერჯერობით არ არის არანაირი სასურველი შედეგი ფრონტზე, თუმცა მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. და მე მინდა ჩვენი დიალოგი განვავრცოთ, ასე ვთქვათ, იმ ორი თუ სამი სიახლიდან, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ. პირველი, რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება, რომ ლიეტუვის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, ლიეტუვა მზად არის უკრაინაში ჯარების გასაგზავნად. რამოცულობით და როგორ არ ვიცით, რამდენ 1000-ეულზეა საუბარი თუ 100-ეულზე ეს ცალკე საუბრის თემაა. და მეორე მომენტი, მაკრონი უკვე ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ თუ საჭიროება დადგება და სამშვიდობო პროცესისკენ წავა პროცესები, უკრაინაში გააგზავნოს ევროპული ჯარი. არადა ამაზე მაკრონი, რომელიც ცდილობს მოგეხსენებათ ინიციატივას თავის თავზე აიღოს ევროკავშირში პოლიტიკური ლიდერობისა, პრინციპში ამბობს, რომ უკრაინაში ევროპული ჯარის გაგზავნის იდეას იქ მხარს ნაკლებად უჭერს და გაეროს მშვიდობის ყოფილების გაგზავნას განიხილავს. ესეც საგულისხმო და მრავლის თქმელია, თქვენ განავრცობთ და საერთოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელთა გაგზავნა კიდე ცალკე განხილვის საგანი იყო. მოკლედ, ვღებულობთ მოცემულობას, როდესაც ერთის მხრივ მიმდინარეობს პირდაპირი კომუნიკაცია თეთრ სახლსა და კრემლს შორის და მეორეს მხრივ არის იდეათა ვარიაცია ევროპის მხრიდან. და გაეროზე როცა საუბრობს, გაეროში ვინ არის უშიშროების საბჭოში და რა შესაძლებლობები გააჩნია მათ შორის რუსეთს, ეს ცალკე თემაა. მოკლედ, თქვენ რა პერსპექტივას ხედავთ ის დასავლეთი, რომელიც ერთ ორგანიზმად აღიქვებოდა და ერთი პოლიტიკით იყო ვაშინგტონიდან მოყოლებული ბრიუსელის დასრულებით, ახლა ესეთი მონოლითურობა არ არის, რა პროცესს ელოდებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახერხეს ტრამპი თავის პოლიტიკურ ფორმატში მოაქციოს ევროპა და მათი ტანდემის გაგრძელების რა პერსპექტივას ხედავთ უკვე იგივე რეგიონული დომინანტობის საკითხში. დიახ, მივესალმები რადიო მსმენელს, ინტერნეტ მაყურებელს. ნამდვილად ესე იგი გასაოცარი სისწრაფით მიმდინარეობს ტრამპის პოლიტიკის განხორციელება პლანეტის მასშტაბით და მან ხაზგასმით თქვა ერთ კიდე პრეზიდენტობამდე, რომ მისთვის ევროპაში სატელეფონო ნომერი მხოლოდ ერთადერთია და ეს ვიქტორ ორბანის არის და უკვე საქმით, უკვე ინაუგურაციიდან აჩვენა, რომ მისთვის ესე თქვა ბრიუსელის მაღალჩინოსები არაფერს არ წარმოადგენენ და არც კი მიიწვია, ხო? ევროპიდან მიწვეული იყვნენ იტალიის პრემიერი მელონი და ასევე უნგრეთის პრემიერი ორბანი, რომელიც ვერ ჩავიდა, იმიტომ რომ თავის რაღაც სამიტი დაემთხვა იმ დღეს. შემდეგ უკვე ვნახეთ, რომ ამ ევროკრატებად წოდებულებს არც შეხვედრი არავინ ამერიკის
establishment-დან. ისიც კი მოხდა, რომ სახელმწიფო მდივანი რუბიო შეხვედრა, რომელსაც ჰქონდა ევროპის ტოპ დიპლომატ ჩვენთვის კარგად ცნობილ კაია კალასთან გააუქმა, იმიტომ რომ ის ასე ვთქვათ, გამოირჩევა ტრამპისადმი, ეს ქალბატონი გამოირჩევა ტრამპისადმი კრიტიკით, მაგრამ აზრი არანაირი. და ახლა რაც თავარია ჩანს, რომ უკრაინის თემაზე საერთოდ ასე ვთქვათ, აუთსაიდერის როლში არის, ნიშაში არის ევროპა. იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი და მისი გუნდი არიან პრაგმატული პოლიტიკოსები, რეალისტური პოლიტიკოსები და მათ იციან, რომ ევროპის ეგრეთ წოდებული ბლა ბლა განცხადებები და შეშფოთებები არაფერს არ ნიშნავს. ეხლა თქვენ ახსენეთ ლიეტუვის ხელმძღვანელის განცხადება, რომ ჯარს გააგზავნის. რომელ ჯარს გააგზავნის, ხო? სასულე ორკესტრს თუ საპატიო ყარაულს, ხო, ვის გააგზავნის? სადა აქვთ ამ ბალტიის ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად ყვირიან საერთაშორისო პოლიტიკაში, ყველაზე მეტი ხმაურით გამოირჩევიან და ყველაზე მეტი დამუნათებით გამოირჩევიან საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების მიმართ, მათ არ აქვთ არანაირი სამხედრო შესაძლებლობები. მეტიც სუვერენიტეტები აქვთ დაკარგული მათ სამივე ბალტიის ქვეყნის ხელისუფლებებს და არიან ბრიუსელიდან პირდაპირ რეკომენდაციებზე მორგებულნი. საფრანგეთიც ახსენეთ, ხო? რამდენიმე დღის წინ გვახსოვს ისიც, რომ მაკრონი იმუქრებოდა, თუ პირობასდებდა ბირთვული ქოლგის გადაფარებით ევროპაზე. თუმცა მე უკვე როდესაც სპეციალისტებმა გამოაშკარავეს და ისედაც ცნობილი იყო, რომ საფრანგეთს არ აქვს ეს შესაძლებლობა ბირთვული იარაღის, აქვს მხოლოდ წყალქვეშა ნავებზე და ბირთვული ქოლგა გულისხმობს ასევე ხმელეთზეც და ჰაერშიც თვითმფრინავების მუდმივ პატრულირებას ბირთვული იარაღი. თითზე ჩამოსათვლელი ეს ქვეყანა ერთი თუ ორია, რომელსაც ტრიადა გააჩნია. ცა ასეთი ის, ხმელეთი და წყალქვეშა. წყალქვეშა აქვს 5-დან 3 მოქმედი, 2 რეზერვში. ნუ ეხლა ვის ეტოლება, ხო? და მით უმეტეს ეხლა როგორი საშინაო პრობლემები აქვს საფრანგეთს, ეგ კიდე ცალკე საკითხია. ამიტომ რასაც ტრამპი იძახდა თავის დიახ იძახდა, არ ამბობდა, იძახდა საჯაროდ, ასე ვთქვათ, აცხადებდა, რომ ევროპამ თავის თავდაცვაზე მეტი უნდა იზრუნოს, მეტი გადაიხადოს საკუთარი ჯიბიდან დატოსთვის. იგი პირველი პრეზიდენტობის ეპოქაში. არ შესრულდა. იგივე ნატოსთან მიმართებაშიც, რომ ჩვენ ვართ ყველაზე დიდი წილობრივი მონაწილე ფინანსურად და კეთილინები თქვენს გაიღეთ. და რა მოხდა? არაფერი იდეებს დააყენებენ გულისხმობ ევროპაში რაღაც ევროპული არმია, რაღაც ალტერნატიული ალიანსი, მაგრამ რეალობაში არაფერი არ არის. ევროპის ცას, ევროპის ხმელეთს და ევროპის წყალს იცავს ამერიკული ჯარები, ხო? თავარი, ასე ვთქვათ, გერმანია, იტალია და ევროპის კონტინენტის გარშემო დრეიფობენ წყალქვეშა ნავები და ცაში არიან ისევე როგორც ბალტიაში არიან, ასე ვთქვათ, დაფარულია და ამიტომ ეს რაღაცა ფუყე განცხადებები, მართლაც და ფუყე, არაფრის თქმელი, არაფერს არ ნიშნავს. როდესაც ყველაფერი ცნობილია, ყველაფერი საჯაროა, ხო, მეტწილად. ამიტომ ეს რაღაც მუქარები სასაცილოა მართლაც ოკუპანტი რუსეთისთვის. აი, ლიეტუვის ჯარი, ნუ რა არის ეხლა, ხო? სუვერენიტეტი ხო დაკარგა, რა მნიშვნელობა აქვს მოსკოვთან დაკარგა თუ ბრიუსელთან დაკარგა? სუვერენიტეტი არ აქვს, ხო? და რაღაც აი პატარა, რო გინახავთ ხოლმე ქუჩაში, ხო, გინახავს პატარა ძაღლი რო ყებს და დიდი რო უყურებს, ესე დამცინავად, ხო? აი დაახლოებით აი ამ პოზიციაში არიან ფინია და დიდი ქოფაკი, რომელიც ყავთ ოკუპანტი რუსეთის სახით. მაგრამ აქ არის კიდე რა არის თავარი. ტრამპმა გადაწყვიტა ორმხრივი ურთიერთობები ევროპასთან, განსაკუთრებით მემარჯვენე ძალებთან, კონსერვატორ ძალებთან და მას არ აინტერესებს ეს ნეოლიბერალური, როგორც თვითონ ამბობს, მარქსისტული გლობალური სიგიჟეები და ის საერთოდ თაყვანს არ ცემს ამას. განსხვავებით ბაიდენისგან, ხო, რომელიც აღვიებდა ამას როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, მაგრამ ახლა, როდესაც ტრამპმა დაიწყო რადიკალური ასე ვთქვათ, ცვლილებები და საცეცები მოაჭრა ამ Deep States სიღრმისეულ სახელმწიფოს USAID-ისა და NED-ის დაფინანსების სახით, ეხლა მათ შორის სოროსის იმპერია უკვე გადმოვიდა ევროპაში და იქიდან აფინანსებენ ამ გლობალისტურ ძალებს, ულტრამემარცხენეს. თუმცა საქართველოსთან მიმართებაში, რო ვთქვათ, ის
შეტევა ჩვენ სუვერენულ ქვეყანაში ჯერ არ დამცხრალა, იქიდან გამომდინარე რომ ფული არის შესაბამისად ევროკრატიის თუ deep state-ის ცალკეული ვასალები სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების სახით სისულელებს ამბობენ საქართველოს, მაგრამ უყუროთ აი რეალობას შევხედოთ. ნამდვილად დასაცინია და არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროპარლამენტარების სახელწოდებების თუ ასე თქვა წოდებების შემდეგ უკვე დასაცინი გახდა რა სიტყვის ბრიუსელის რომელიმე ჩინოსანი ან ბალტიის ან პოლონეთის რომელიმე მოქმედი ლიდერი. ქართულ საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. ეგრეთ წოდებული სანქციობანავი, სავიზო შეზღუდვები, რეზოლუციები, რა რეზოლუციებზე ლაპარაკი? ევროპარლამენტი რეზოლუციებში რო სხვადასხვა რეზოლუციებში რო გვიწერს, ხო? რომ სააკაშვილი წამებული პოლიტპატიმარია და უნდა გამოუშვა. მედია მენეჯერია კეზერაშვილი, პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი. ნუ ეს ხო ანეკდოტია, ხო? ცალკე თემა არის სალომე ზურაბიშვილის თვითმარქვეობა, ხო? სოროსის ფონდში ზის ჭოველიძეზე მოპარულია ორბელიანების სასახლიდან საპრეზიდენტო დროშები თვითმარქვეობს. რაღაცა წერილებს წერს, რაღაცას აგზავნის, მაგრამ რეალობა რა არის? ანუ ამ ევროკრატია, რომელიც გვიტევს ჩვენ დღემდე, არანაირი, ასე თქვათ, საფუძველი არ აქვს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის სახით. თვით შერცხვენილები არიან, რეპუტაცია შელახულები არიან, იმიტომ რომ არა თანმიმდევრულები არიან, რადიკალები არიან, ცამდე აწეული მიზნები აქვთ, რომ აი ერთ კვირაში ამთავრებენ დემონტაჟი ქართული ოცნების ამ შემდეგ და რა ხდება, ხო? დასაცინი გახდა ნებისმიერი პროტესტი და რა ხდება ინტერნეტში, ხო? რამდენი ვიზუალური და აუდიო მასალა ამ ეგრეთ წოდებული მრავალრიცხოვანი პროტესტების დაცინვისა და ღლიცინისა და პოლიტიკოსებს როცა დასცინიან ასე მწარად და მასობრივად, მათ ვერანაირი შანსი ვერ ექნებათ ვერც ერთი დონის არჩევნებში. ჩვენ ვახსენეთ საფრანგეთის პრეზიდენტი და ტელეგრაფმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, ასახავს გუშინდელ ევროკავშირის სამიტზე დიალოგს, სადაც იმყოფებოდა გაეროს გენერალური მდივანი და მოკლედ იქ გაჟღერდა ევროპული ჯარის ნაცვლად ხო არ იქნება უპირიანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯარი. გაეროს სადამკვირვებლო მისიის ეფექტიანობა ჩვენს გამოცილი გვაქვს ჩვენ თავზე. აფხაზეთშიც და რეზოლუციები ეგრეთ წოდებული ფარატინა ქაღალდი და სულ მახსენდება ხოლმე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის დევნილობაში პირველი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის მცდელობები, განცხადებები, რომ მოვაგროვოთ ფაქტები იმ გენოციდისა, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა ადგილი აფხაზეთის ტერიტორიაზე, გავაგზავნოთ და იქ უკვე გაეროს უშუალობის მე-6 მუხლი იყო თუ არ ვცდები, ეთნოწმენდის საფუძველზე გაერო იძულებული იქნება აამოქმედოს მექანიზმები, რომ დევნილები დააბრუნონ და ასე შემდეგ და ამ დროს შემდეგ ისმევოდა კითხვა, იქ ხომ არის რუსეთი, რომელსაც ვეტოს დადება შეუძლია ამ ყველაფერზე? ჩინეთიც? მაშინ ჩინეთი კიდე არისო, ისეთი როგორიც დღეს არის და შეიძლება და აფხაზეთის კონფლიქტი და რეგიონი მისთვის ინტერესისაგანი არც იყო როგორც დღეს. მაშინ არისო, ხო. და რაღაცა ალოგიკურობასთან იყო კავშირში და ახლა იგივე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც რუსეთია. შეიძლება რუსეთს აწყობდეს კიდევაც რომ გაეროდან წავიდნენ და ჩინეთსაც აწყობდეს, მაგრამ შეიძლება ეს მიდგომაც კი გარკვეულწილად მიუღებელი იყოს ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც. ჩვენ მოვისმინეთ ტრამპის ადმინისტრაციას როგორ აკრიტიკებდა მათ შორის გაეროსაც და ძალიან ბევრი სპეციალისტი თანამედროვე ამბობს, რომ გაერო უკვე ვერ ეწევა იმ გამოწვევას, რასაც ქვია საერთაშორისო ორგანიზაციობა, ხო, რომელმაც თავისი ფუნქცია ნამდვილად შეასრულა მეორე მსოფლიო ომის მერე, მაგრამ დღევანდელ გამოძახილს და გამოწვევებს ვერ უმკლავდება. ეს ისე რეპლიკის სახით. ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს რეალობას. ნუ ნახოთ პროცესები როგორ გაგრძელდება, თუმცა უკვე არაერთხელ ისმის საუბარი იმაზე, რაც რო გადის, რომ შემოდგომას გვაქვს მომდევნო არჩევნები. ერთის მხრივ ჩვენ ყავს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მათ მოიპოვეს საპარლამენტო მანდატი და ამაზე უარი თქვეს და ამ 4 პარტიამ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. არ ვიცი, მე მგონი ბატონი გახარიას პარტიის მხრიდან ასეთი კონკრეტული პასუხი არ ყოფილა და მასთან მიმართებაში დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ის ჭიდილი აქვს, რომ როგორც ჩვენ გამოვედით და გამოვიწვიეთ დოკუმენტები აბსოლუტურად და საერთოდ არ რჩება ლეგალური საშუალება პარლამენტში შესვლისა, თქვენს რატო ვიტოვებთ ამას და ამაზე უარი თქვით. ეს არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ თქვენი ანალიზი მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ,
როგორ გაგრძელდება შიდა პოლიტიკური პროცესები, მით უმეტეს ამ გლობალური ფონის გათვალისწინებით და როგორი იქნება ის პალიტრა პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც ეცდებიან თვითმმართველობის არჩევნებში პოზიციის გამყარებას და ეს ყველაფერი ალბათ გაგრძელდება იმის ფონზე, რომ კვლავ იქნება განცხადებები საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისა? ხო, აი სახარხარო თემათ არის, ღიმილის მომგვრელი კი არის, სახარხარო თემათ არის, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. აქამდე არ იყვნენ გაერთიანებულნი, ხო იყვნენ წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებულნი, ხო, დაშლინი. ეხლა რასაპირებენ? ერთი პარტიული სიით გამოვლენ ადგილობრივ არჩევნებში თუ კოორდინატორად ისევე ხან თამარ მეფე და ხან არარაობა თვითმარქვია პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეყოლებათ? ხო, აი სხვათა შორის თვითმარქვია ზურაბიშვილმა თვითმარქვია პრეზიდენტმა გააგზავნა წერილი ევროპულ ლიდერებთან რომ განეხილათ გუშინ საქართველოს თემა და არც კი ესე ვთქვათ ყურადღება მიაქციეს, იმიტომ რომ თვითონაც ხვდებიან როგორი არაფერს წარმოადგენს და თუ სადმე კონფერენციებზე პატიჟებენ სალომე ზურაბიშვილს, ხო? როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ასეთ კონფერენციებზე დადის მათ შორის გრიგოლ გეგელიაც და მათ შორის ანი წითლიძეც თუ სალომე სამადაშვილი. და რა იცვლება? გამოვლენ ჰაერს შეარხევენ იქ საქართველოს ხელისუფლებას გალანძღავენ და როგორც ასე ვთქვათ, ინგლისურად იტყვიან so what და რა მერე? არც არაფერი, ხო? ახლა ამათი რაღაც მაიმუნობით მე ვერ დავარქმევ ამას, მიუხედავად იმისა, რომ მინდა სერიოზულად შევაფასო პოლიტიკური აქტივობა ოპოზიციის, არასერიოზული ოპოზიცია და არასერიოზული ოპოზიციის სერიოზულად შეფასება ძალიან მიჭირს, ხო? სად გაერთიანდებიან, რას გაერთიანდებიან, მაგრამ რასაც ეტყვიან პატრონები, ბრიუსელი იქნება თუ სხვა დედაქალაქი დასავლეთიდან, ისე მოიმოქმედებენ და ახლა პასუხები არ აქვთ, აი, რამდენი ჟურნალისტი მივიდა რომ რასაპირებთ, ხო? მიიღებთ ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე, არიციან რაღაცა, აი აბსოლუტურად აი საპნის ბუშტიც არ ქვია იმ სისულელეს ამბობენ, რომელიც სკდება ეგრევე რომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები გამოუშვა, ნუ არაფერი. ამიტომ აი ესეთი დღის წესრიგი რო აქვთ სულელური, მხარდამჭერებსაც კარგავენ. იმიტომ რომ იმ მხარდამჭერებს, ხო, რამდენი იყო 800,000-მდე იმათი 5%-იც რაღაც თავიდან თუ გამოვიდა რუსთაველზე, შემდეგ სადღა არიან. არავინ არა, იმიტომ რომ არავის არ სურს მათ შორის ოპოზიციის წიაღიდან ელექტორატს, რომ დაპირისპირება იყოს, პარლამენტზე შტურმი იყოს, პოლიციელებზე თავდასხმა იყოს, ხო? ისინი ცხოვრობენ ჩვეულებრივი ცხოვრებით, მაგრამ აი ეს რადიკალები, ეს გავეშებულნი ფეხბურთელები არ მოწონთ, მომღერლები არ მოწონთ, ევროვიზიაზე რო წარვადგინეთ მომღერალ, ისიც არ მოწონთ. ის არ მოწონთ, ესა აი საერთოდ რა მოწონთ, ხო? არაფერი, ესე მართვის ქართული არაფერი არ არის მშობლიური. აი ამ საჯარო აქტორებზე ვლაპარაკობ, ხო, ხშირად რო არიან ნაც ტელევიზიებში და რაღაც ერთმანეთსაც რო ლანძღავენ. ეხლა აბსოლუტურად დაიბნენ, არიციან რა თქვან ამ ადგილობრივ არჩევნებზე. გახარია ვერ ჩამოყალიბდა, შედის პარლამენტში თუ არა, საათი კი წიკწიკებს, მაისამდე თუ არ შევა, ავტომატურად ეხსნება ის მანდატები, რომელიც თვითონ არ ჩახსნა სხვა ბარიერ გადალახული ოპოპარტიების გავსად, ხო? სხვა პარტიებმა ჩახსნეს და ნუ სათქმელი აქვს რომ მე ბოიკოტს ვაწყდებ, ხო? და იქ თუ მაისიდან ჩაეხსნება, ვერც ეს ექნება სათქმელი რომ მე შეგნებულად ჩემით გამოვედი და მეორეს ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც რა არის? ის რომ დაახლოებით თვეში 100,000 ლარს იღებს ბიუჯეტიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ კვალიფიციური პარტია არის. ნუ 100,000 ლარი ჭირდება ოფისები, კომუნალურები და ხელფასები, აქტივისტების ასე შემდეგ. ანუ აი ჩვეულებრივი პოლიტიკური შარლატანია. ეჯიბრება იმას, რა ქვია, მამუკა ხაზარაძეს, ვინ უფრო თაღლითი არის, ხო, და ვინ უფრო ხელს მოითფობს გადასახადის გადამხდელთა ფულის სახით. ამიტომ ეს მოცემულობა, ეს მოზაიკა, უფრო დავარქვევდი პოლიტიკური აჯაფსანდალი, დარჩება ასე, თუ არ გადახალისდნენ ეს ოპოზიციონერები, ანუ ძველი დინოზავრი პოლიტიკოსები, რომელიც არავის აღარ ჭირდება, ამოჭამეს დრო, არ აქვთ იმის შეგნება, რომ წავიდნენ და დათმონ სხვა უფრო პრაგმატულად მოაზროვნე ოპოზიციონელი პოლიტიკოსებისთვის არიან ესეთები, ხო? და რა ჯობია იმას, როდესაც მართლ პარტიას ყავს ღირსეული საქმეზე ორიენტირებული კონკურენტი. რატომ არ არის დებატები ქართულ საჯარო სივრცეში?
სოციალურ პრობლემებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, სამედიცინო პრობლემებზე, სხვადასხვა პრობლემები გვაქვს და ამ დროს რაც განვიხილათ, ნანუკა ჟორჟოლიანმა რა თქვა, იმის მაშვილმა რა დაწერა, იქ დიანა ტრაპაიძე ვინ გალანძღა, ვინ უპასუხა, აი ხედავთ რა დონეზე არის დაცემული ამ პოლიტიკური აქტორების ოპოზიციის მხარეს მათი თვით შეგდება და პოლიტიკური ალღო. ხალხზე არ არიან ორიენტირებული, არიან რაღაცა ვიწრო რაღაცა სექტა შექმნეს, თუ აი ამ რაღაც ინსტრუქციებს არ მისდევ, უნდა დაამონათონ, თუ მისდევ და რაღაცა უნდა არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და ეს უკვე სასაცილო გახდა. როდესაც ხდება ეს სასაცილო ლოზუნგი უკვე, ხო, დასცინიან იმ გოგო ბიჭებს, რომლებიც დარბიან არანორმალურების შთაბეჭდილებას ტოვებენ და ამიტომ გადასახალისებელია ოპოზიცია. ვერ ხვდებიან თვითონ თავისით მოვა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შეუძლებელია ამათი, აი ამ ლიდერების, ეგრეთ წოდებული ლიდერების, გვარამია, რა ვიცი, რომელი ერთი, ხო? არ შეიძლება, უნდა წავიდნენ და კონსტრუქციული ოპოზიცია მართლ პარტიას ყოველთვის ფორმაში ამყოფებს, იმიტომ რომ წერტილოვან დარტყმებს რო აკეთებს არგუმენტებით, ფაქტებით, სტატისტიკით, ხო? იძულებულია რომ რაღაცები შეცვალოს მართლმა პარტიამ. აქვე ამ ოპოზიციას აყვებიან საზოგადოების წარმომადგენლები, ხომ? რომ აი უკმაყოფილოა მაგალითად არსებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით. მოუგვარებელი ჯერ კიდევ ფარმაცევტიკაში ფასებით, ხომ? ამ წამგლეჯავი აფთიაქარებით, ხო? არა რუსული ეზო, პუტინის მონები, აი ამას ყვირიან წინ დაუკან და 2012 წლიდან ვერაფრით დაამტკიცეს, რომ ქართული ოცნება და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არის რუსულ ნარატივებზე. რუსულ ნარატივებზე როგორ არის ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ეგრეთ წოდებულ იმავე ნარატივებით მოვიდა და ლოზუნგებით და დაპირებებით მოვიდა დონალდ ტრამპი, ხო? ტრამპი ხო ის არის, რა ქვია, პუტინის კაცია, ხო? თუ ბიზნეს კაცია, ვეღარ გაურკვევიათ. ნუ აი ასეთი აბდაუბდა ტვინია. ეხლა კიდე ტრამპმა შეაქო რიში, სენატორი, რომელსაც სხვა რაღაცაზე აკრიტიკებდნენ და აი ოცნებას ჩამოეშალა გეგმების დალაგება ვაშინგტონთან. აი არიციან ელემენტარულად აქვთ პრეტენზიები, რომ ვითომ საგარეო პოლიტიკა იციან, მაგრამ არ ვიცი ზოგიერთს მე მგონი მარც აქვს იმის ცოდნა, არ მინდა დავასახელო რამდენიმე მარტწერა ხო უჭირს და ხშირად არიან ტელეეთერებში, რამდენი კონტინენტია დედამიწაზე, ან რამდენი ოკეანეა, ეგეც კი არიციან და არა, უნდა იმეორონ ერთი და იგივე სისულელეები. რუსული კანონი, რუსული ხელისუფლება, პუტინის უკანა ეზო მიდის გაიარა ამ ცხოვრებამ და უკვე დაძველდნენ ჩამოწერილები არიან ხო სალომე ზურაბიშვილის თამადობით ამანაც კი რაღაცა იეშმაკა და თლათ ნაცების მხარეს არისო იმიტომ რომ შეეძლო ფორმალურად არც აქით დარჩა და თავისთვის დარჩა ხო არც ისეთი სულელია ხო შეეძლო ფორმალურად შეეწყალებინა სააკაშვილი ვინ გაბუშვებდა იმას კანონის ძალით ვერ გამოვიდოდა და ამითი ქულები დაეწერა მაგრამ როდესაც ლევან ხაბეიშვილი გლანძღავს ფრანგ დიპლომატს ხო და მისთვის არაფერს წარმოადგენ, ნუ ვისთვის წარმოადგენ? აბა ლევან ხაბეიშვილი ფორმალურად ხო ითვლება რაღაც პოლიცაბჭოს თავმჯდომარეა ხო ნაცმოძრაობაში. და კიდევ ისიც, ნუ აი მეცინება რა, ყველა ამათ განცხადებაზე სოცქსელებში თუ აბდაუბდა არის დღეს ერთია მეორეა და ასეთი თანმიმდევრობით, ასეთი დაბნეული ბძივებივით შენ ვერ მოიპოვებ არა თუ ახალ ელექტორატს ძველსაც დაკარგა იმიტომ რომ ხელს ჩაიქნევს და არ არის ელექტორატი მაგალითად ყველა ვერ იქნება და არც უნდა იყოს ქართული ოცნების მხარდამჭერი ინდიფერენტულთა ანუ ხელჩაქნეულთა რიცხვი იზრდება მე ხო და იმარჯვებს ქართული ოცნება ჩვენ გვახსოვს თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ მას აღარ უნდა უკვე რომ ქართული ოცნება 2028-ში იყოს მართველი პარტია და სურს კოალიციური ხელისუფლება იყოს. რა თქმა უნდა, კოალიცია კარგია, მაგრამ ქართული ოცნება ვერ იქნება კოალიციაში, ვერც ჭიჭევაშაძის რაღაც პარტია კანტორასთან, ვერც თაღლით ხაზარაძესთან, ვერც ასევე თაღლით მოღალატე გახარიასთან. და აბა ვინ დარჩენ? ნუ ნაცები უკვე ისედაც ნაცებმან გვანახეს რა შედეგიც აჩვენეს, გვარამიას პარტია მაჯობა, ხო? ამიტომ თან ხა კარგი კამპანიაც ქონდა.
სხვებისგან განსხვავებით. კი. ეფექტიანი. ამიტომაც მიიღო მეტი ქულე. ამიტომ თუ ოპოზიცია არ გადახალისდა, კიდევ უფრო ჩამოიშლებიან, კიდევ უფრო დაიმსხვრევიან და დარჩებიან აი თითო ოროლა 1-2 პირობითად ვამბობ, ჩხავანა სუბიექტების იმედზე პარლამენტთან საღამოობით რაღაც იტყვიან უწყვეტი პროტესტის 1001 ღამის რაღაც გადავკეტეთ რუსთაველი ხო უკაცრავად ოკუპანტის ენაზე ვთქვი ხო დავამხეთ ეგრეთ წოდებული რუსული რეჟიმი ველაპარაკი ამ ეგრეთ წოდებულ რუსულ რეჟიმს რომ ამეკვიატა მათი სიტყვა ამიტომ კონსტრუქციულობა თანმიმდევრულობა პრაგმატულობა აი ამას ურჩევდი რადიკალურ ოპოზიციას და უწინარესად ურჩევდი რომ გადადით რა ჭრილში რა ეს ძველო უკვე ნაფტალინიანო პოლიტიკოსებო თუ ეს პროცესები ასე განვითარდა მოკლედ რო გვიპასუხოთ რამდენად გამოდის რომ ველი იმდენად გაიცხრილება რომ ველი არ დარჩება цаრიელი ხო და ახალი სუბიექტების გამოჩენის მეტი შანსი იქნება რა თქმა უნდა იმიტომ რომ ნახეთ უკვე რომ დაიმსხრა ნაცების უძლეველობის და პირველი ოპოზიციური პარტიის მითი 2024-ში ის დანაპირები რაც თქვა ქართულმა უცნებამ რომ ნაცები არ იქნებიან ამ პარლამენტში არ არის თვითონ ასე თქვა გამოაცხადეს ბოიკოტი და ეგონათ რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ მოუწერდა ხელს აი ამ რაღაც გასვლის იმეებზე განცხადებებზე მოუწერეს ხელი დარჩნენ არასაპარლამენტო ოპოზიცია და იმდენი ტვინიც არა აქვთ რომ რაც მოიპოვე თანდათან უნდა წაგლიჯო ხელისუფლებას ნუ ეს დემოკრატიულად ვამბობ ხო არჩევნების გზით რაღაც პატარა ფრაქცია მოიპოვე პარლამენტში კი ბატონო დასჯერდი იმას წადი აუცილებლად ადგილობრივ არჩევნებში აი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ხო ფედერალურ ოლქებში რო არის რო იმარჯვებენ ამა თუ იმ ქალაქში ამა თუ იმ რეგიონში ხო მერე ნენელა ძლიერდება ესადო ის პარტია ბრიტანეთის შუალედური არჩევნები იქნება ადგილო ამათ არა აქვთ ეს რატო არა აქვთ იცით ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხო ზეამბიციურობა არის და ყველა ლიდერია თითოეულ პარტიაში არის 10-15 ლიდერი და მეორე კრეატიულობა დაკარგეს სააკაშვილს თავის დროზე ჰქონდა ჩეველთა საბჭო კარგად გამოკვებილები ესტონელები, ამერიკელები, ფრანგები, ცნობილი სახელები გლუქსმანი, ნილს კროსი, ამერიკიდანაც კუნინი და სხვები, რომლებიც კრეატიულად აზრებს აძლევდნენ და ესეც მართლობდა. ნუ სადამ სისტემა არ ჩამოიქცა ბოლომდე, იმიტომ რომ ზედმეტები მოუვიდა თავიანთ ჯალათობაში და ეხლა ზუსტადაც კარგადაც გასამართლდებიან საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში და პროკურატურის გამოძიების ფარგლებში. ვერ აცდებიან ამის. ახლა ვინ არის ამათი ტოპ ტვინები, ნუ გეგელია, საბაბუაძე, ნუ კარგით ახლა რა, ეს ხო ანეკდოტია, ხო, ჯობია კომედი შოუში წავიდნენ და იქ თამაშონ პოლიტიკოსების როლი, ვანო ჯავახიშვილთან და უფრო გამოუვა და უფრო გააცინებენ ხალხს, ვიდრე სერიოზული, ყელმოღერებული სახეებით, რომ თავიანთ ბოდიში, ჟარგონისთვის თავიანთ მიმდევრებს რომ აბოლებენ და ასე თქვათ აცურებენ დაპირებებში. ასე რომ როგორც თავიდანვე თქვი რასაც ეტყვიან პატრონები გარედან, მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის ადგილობრივ არჩევნებში, ამას დაველოდებით ვნახავთ, თუმცა ქართული ოცნება აგრძელებს თავის საქმეს, თავის დანაპირებებით, პლუსებით, მინუსებითაც, მაგრამ კონსტრუქციული პარტია, შვიდობის მოყვარე პარტიაა, ხო? და შვიდობა ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ნებისმიერი ოჯახის, ასე თქვათ, დღის წესრიგია, ხო? აბა ვის უნდა? რომელ ნაცის თუ ან ლელოს ხარდაჭერს უნდა, რომ ვითომ, ასე თქვათ, სინდისი შევინარჩუნოთ და ბომბები გცვიოდეს თავზე, ხო? ვის უნდა? არავინ არ ამიტომაც არის ლომჯარი არაფერი. ამიტომაც არის ეკა გიგაური არაფერი, ხო? თავის დროზე ხო ამათ აპიარებდნენ. ეხა შემოაგდეს ავანსცენაზე ნიკა გილაური, ესეც არაფერი არ არის პოლიტიკურად. ის 600,000 სალობისტოთ რო გადაიხადა ამერიკაში. მისია თუ არა, არ ვიცით. ანუ წევენ სალომეც უკვე დაკარგულია და ჩამოწერილია, ამიტომ ეხლა გილაური. ესეც არაფერი არ არის გილაური რა. ამიტომ ნუ არაფერი, უსახური ტიპაჟები არიან და. ავიცი, როგორც თქვით, აზა ნიშა
ცარიელი არ დარჩება ოპოზიციურ ველზე. აუცილებლად გამოჩნდებიან საღად მოაზროვნე ჯგუფები, საღად მოაზროვნე ადამიანების, ასე თქვათ, ჯგუფები და ალიანსები. თანამედროვე ახალი სუბიექტებით გაჯერებული ახალი პარტიები ზოგადად ქართულ შიდა პოლიტიკურ მოცემულობას მინიმუმ გადაახალისებს და სჭირდება ზოგადად. შაგბატივით. ყველაფერთან ერთად. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა თქვენი პოზიციისთვის, გაჟღერებისთვის. რადიო მდისმელს შევახსენებ, რომ ანალიტიკოს გია აბაშიძეს მასპინძლობდით, მასთან დიალოგი რადიო მდის Facebook გვერდზე აიტვირთება. ნახვამდის.